8 წლეულის განმავლობაში საქართველოს სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით სოფლად 1.490.900 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როდესაც 2014 წლის აღწერით ეს მაჩვენებელი 1.591.181 შეადგენდა. მცირდება როგორც მოსახლეობა, ასევე იზრდება მიტოვებული დასახლებული პუნქტების რაოდენობაც. 2002 წელს საქართველოში სულ 3668 სოფელი იყო, აქედან 162, ანუ 4.4% სრულიად გაუკაცრიელებული. 2014 წლის აღწერის შედეგებით სოფლების რაოდენობა 3633-მდე შემცირდა, ხოლო მათგან უკვე 223-ში აღარავინ ცხოვრობდა, რაც 6.1%-ია. მიგრაციის ტენდენციაზე საუბრობენ იმერეთის რეგიონის ადგილობრივი მცხოვრებლებიც. მათი ნაწილი ამბობს, რომ სოფლების დაცლა საგრძნობია, რაც მათივე შეფასებით ძირითადად სამუშაო ადგილების ნაკლებობით, ინფრასტრუქტურული პრობლემებითა და განათლების ხელმისაწვდომობით არის გამოწვეული. მეორე ნაწილი საპირისპირო პროცესებზე მიუთითებს და ამბობს, რომ სოფლებში გარკვეული დაბრუნების ტენდენცია შეინიშნება. მათი თქმით, პანდემიის შემდეგ მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებმაც ქალაქიდან სოფელში გადასვლა არჩიეს. განსაზღვრულ ლოკაციებზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დაიგო გზები, რემონტდება სკოლები და საბავშვო ბაღები. მოსახლეობის ნაწილმა სოფლის მეურნეობასა და ადგილობრივ ბიზნესში ჩართვა დაიწყო. ცხოვრობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორში. ბორი ზოგადად არ არის დიდი სოფელი. გარკვეულწილად ბევრიც წასულია, მაგრამ საკუთარ სახლკარს მაინც არავინ არ ტოვებს, ზაფხულობით ივსება ხოლმე სოფელი. ახალგაზრდებიც არიან, განსაკუთრებით ბავშვები. სკოლაში მუშაობდა, როცა სკოლის ტრანსპორტი მოდის და არის სავსე, რა ვიცი, ბედნიერი ვარ ამით, მაგრამ მინდა რომ ყველა ოჯახში იყოს სიცოცხლე, ყველა ოჯახში იყოს ბავშვები. რა გითხრათ? ცუდი სოფელი არ გვაქვს, კარგი სოფელია და მაცხოვრებლებსაც უყვართ. ანუ სკოლის მოსწავლეები არიან, ხო? ბევრი არიან. ჩვენს სოფელში, ყველა ოჯახში, ვინც აი ადგილზე ცხოვრობს, 2-3 ბავშვი თითქმის ყველა ოჯახში. კლებულობს. რატომ შეიძლება ეს ხდებოდეს? ან რამდენად? მეიხიბლა ხალხი მეტი საშუალებაზე წასვლით, ახალგაზრდები და ჩვენ ახლა ჩემი ასაკის ხალხი საწავალთ და გევართ მაშინ სოფლად. ახალგაზრდები წევიდნენ. სკოლას ინარჩუნებენ ბავშვებს ისეთ, რომ არ დაიხუროს. დაახლოებით ალბათ 15 გიცარა. სოფელი დიდი 120 გონია. რა ვიცი, ზოგი მიდის, ზოგი მოდის და რა ვიცი, ცხოვრების წეულად. თქვენ სოფელში რამდენი მოსახლეა დაახლოებით? საკმაოდ ბევრი, 35. ახლაც არიან? ჩემუბანში აღარავინ აღარ არის. ვიყავით 15 ოჯახი უბანი რასაც კი, მაგრამ ეხლა სულ 3 ოჯახი ვართ, რასაც არავინ აღარ არის. ზოგი ქალაქად ცხოვრობს. ემიგრაცია. კი, მართალია, გადიან ხალხი. ასე რა ვთქვა, ზოგი გადის, ზოგი მოდის, რა ვიცი, აბა. მაგალითად არ ვარ გასვლის მომხრე. აი რა შეიძლება იყოს მიზეზი სოფლების დაცლის, თქვენი აზრით, თქვენი შეხედულებით? ყველაფერის სიძვირე, ყველაფრის, ხო და რა ვიცი, აი შემოსავალი რა, ასე რა ვთქვათ. იმიტომ რომ იმ გასვლით ნახეს უფრო სარგებელი. პანდემიის მერე უფრო დაბრუნდა ხალხი. ამ პანდემიამ განაპირობა, რომ ბევრი დაბრუნდა და რაღაცას აკეთებს სოფელში. ფერმებს რაღაცებს აკეთებენ, ამუშავებენ და ისე ზოგადად ყველა სოფელი დაცლილია, მაგრამ პანდემიამ რაღაცა გავლენა მოახდინა, რომ დაბრუნდნენ და რაღაც სოფლის მეურნეობას მიყვეს ხელი და უფრო მეტია. საფრთხილობით მაინც ჩამოდია. სოფელში არის ესე იგი პირობები, რომ კი, ახლოს სოფელია 9 წყარო, ახლოს არის ქალაქთან, წყალი არის, დენი არის, გაზი არის და ასე რომ ვთქვათ, კი, ახლოს ტრანსპორტის დადის და უფრო არის მოსახლეობა, ვინც ქალაქში ცხოვრობდა, ისიც წამოვიდა სოფელში და იქიდან დადის. ბავშვებიც გადაიყვანეს ხოთაშორის სოფლის სკოლაში, იმიტომ რომ სკოლა გარემონტდა, ახალი შესკოლა გაკეთდა და ეს ყველაფერი კარგ გავლენას აღწევს. მიდის, მოდის, ზოგი საზღვარგარეთ მიდის, ზოგი თბილისში მიდის. იცელა. რატო შეიძლება ხდება? სამუშაოები არ არის და მიდის ახალგაზრდობა საზღვარგარეთ.
სოფლის მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესები რეგიონში განსხვავებულია და მონაცემების სრული სურათი 2024 წლის აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. 7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს. სახარების თანახმად იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. იოანე უდაბნოში ხალხს ცოდვებში ამხელდა და მონანიებისკენ მოუწოდებდა. მონათლა მრავალი ებრაელი. მდინარე იორდანეში მან პირველმა განბანა ქრისტე და მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებას დაუდოს საფუძველი. უდიდესმა წინასწარმეტყველმა ძველი აღქმის ეპოქას დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. ღვთისმშობლის შემდეგ იგი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. წმინდა იოანე არის მოძღვარი სინანულისა. 7 ივლისის გარდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეებია ნათლისღება 19 იანვარი და თავის კვეთა 11 სექტემბერი. აი ეს სიხარული ყველამ უნდა გამოცადოს იქ როდესაც ათეულში ხვდები და ძალიან დიდი წვლილი მიიგიძღვის იმ მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებაში, რაც იქ დაფასდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ ჩემი სკოლა, მე გახლავართ მეორე სვირის აკაკი წერეთლის სახელობის ნომერ 1 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველება ბიოლოგიის მასწავლებელი 7 წლის განმავლობაში ჩართული ვართ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში და იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრი აქტივობები დაგვიგროდა სკოლაში და ვიცით რომ საერთოდ მსოფლიოში გარემოს დაცვა რა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ეს ეკოლოგია ჩვენი მთავარი საზრუნავია. აქედან გამომდინარე დაგვეხმარა გარემოს დაცვის და განათლების ცენტრი, მოგცა შესანიშნავი წიგნები, რომელშიც აქტივობები იყო გათვლილი და ამ აქტივობების თამდევი გავხდით ჩვენც. ჩვენ ყოველწლიურად წლების განმავლობაში ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს, ეზოს გამწვანება, სკოლის ეზოში დასუფთავება და ჩვენი სკოლა მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც იწყება აჯამეთის აღკვეთილი და ხშირად ვართ მისი სტუმარი და აჯამეთის აღკვეთილი იმითაც არის გამორჩეული, ორი სახეობის მუხა არსებობს აქ, რომელიც არსად არ არის მთელ მსოფლიოში და ამიტომ მიიღო მან აღკვეთილის სახელწოდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ მაინც მეორადი ნივთებისათვის სიცოცხლის შექმნაზე. კერძოდ კომპოსტს ვაწარმოებთ პროდუქტების, საკვები პროდუქტების ნარჩენებისაგან, რომელსაც ორგანულ სასუქად გამოვიყენებთ სკოლაში ნარგავებისათვის, ასევე სხვადასხვა პლასმასისგან ვაკეთებთ სხვადასხვა სათამაშოებს, რომელიც ახალწლოდ გვადგება და ასევე ღონისძიებებისათვის და მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე ძალიან მიმაჩნია მე ეს იყო მაკულატურის შეგროვების შედეგად, რომელშიც მთელი სოფელი თემი იყო ჩართული, ვამუშავებთ მას სკოლაში და ღებულობთ ახალ ფურცელს და ასევე მივიღეთ სხვადასხვა ფერის ფურცლები ისევ ბუნებრივი საღებავების ენდროსა და ფერაფერა საშუალებით და ალბათ ეს დაწყებითი საფეხურისათვის ამის სწავლება თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პირობაა რომ პატარაობიდანვე როცა ბავშვები უკვე შეეჩვევიან როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს ეს აუცილებლად მოგვიტანს დიდ შედეგს და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ გარესამყაროსაც ეშველება. ეს კონკურსი 2018 წლიდან ტარდება მწვანეჯილდო, რომელშიც სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები იყვნენ ჩართული. მხოლოდ 2022 წელს დაემართა უკვე სკოლები და ზუსტად ეს იყო მიზანი ცნობიერების ამაღლება დაწყებითი საფეხურზე ბავშვებში და მასწავლებელთა წახალისება. ეს კონკურსი ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, სადაც ცენტრის ხელმძღვანელები მუშაობდნენ პირველ ეტაპზე, რომ გადარჩევა მომხდარიყო ამ განაცხადების, მეორე ეტაპზე უკვე ჩაერთო სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სადაც ჟიური შეიკრიბა და თითოეულ სკოლას და თითოეულ კონკურსანტს უნდა წარგვედგინა ჩვენი ჩატარებული ღონისძიებები და ამ ჩატარების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მოვხდი, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავდა და აღმოჩნდი ათეულში და 23 ივნისს შერატონში იყო დაჯილდოება, სადაც მივიღეთ საუკეთესო ათეულისა და საუკეთესო მწვანე ჯილდოს მფლობელის
ძალიან ბევრი სიგელი და ფასიანი საჩუქრები. ნიკო კეცხოველის კლუბი არის, რომელიც სხვა ისევ გარემოს დაცვას ეხება. იქაც ნახევარფინალში ხვდებით სულ, მაგრამ იქ ჩატარებული აქტივობები დაგვეხმარა ჩვენ, რომ მწვანე ჯილდოზე განაცხადი გაგვეკეთებინა. ჯერ კიდევ პანდემიამდე ჩვენი სკოლა რეაბილიტირებული იყო და პირველ სურში ვსწავლობდით. ზუსტად აი ამ მეორადი ნარჩენებისგან ბავშვებს შევაკერინეთ თოჯინები და თოჯინების თეატრი მქონდა, რომელიც სცენაზე წარვადგინეთ და ანშლაგით დამთავრდა, ასე რომ ვთქვათ, გავიმეორეთ რამოდენიმეჯერ. შემდეგ იყო პანდემიის პერიოდში თვითონ გაჯამეთის აღკვეთილში ონლაინ გაკვეთილი ჩავწერე, რადგან ბავშვებთან შეხება არ მქონდა და რა ვიცი, ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობები გახდა საფუძველი იმისა, რომ ეს დაგროვილი გამოცდილება და ჩვენი ნამუშევრები გაგვეცნო მთლიანად საქართველოსათვის.